ზაფხულში მნიშვნელოვნად მატულობს ალერგიული დაავადებები. ექიმ ალერგოლოგ მაია ხემშიაშვილის განმარტებით მოსახლეობა განსაკუთრებით უნდა მოერიდოს შუადღის მზის სხივებს და მცენარე ამბროზიასთან სიახლოვეს, რაც იწვევს კანის მწოვე დაავადებებს, ცემინებას, სურდოს, ცრემლიანობას და ასე შემდეგ. მოგეხსენებათ, რომ არის ზაფხულის ცხელი ამინდები და იმატა ალერგიული გამოვლენების ყველა ტიპმა. როგორც ალერგიული რინიტების სახით, ისე კანის პრობლემების სახით. სახეზე გვაქვს ყველანაირი გამწვავება ალერგიის, ატოპიური დერმატიტის, ურტიკარიის და რინიტის სახით. ძალიან მოიმატა ამ ბოლო დროს ურტიკარიის გამოვლენებებმა. ეს შეიძლება იყოს გამოწვეული როგორც მცენარეების მტვრით, ისე საკვებით, რა თქმა უნდა, ისე ვირუსინდუცირებული ურტიკარიები და მზისგან გამოწვეული ალერგიული პრობლემები. ძალიან საყურადღებოა, რომ მათ, ვისაც აქვს აღნიშნული მოვლენები და აქვთ უკვე წინა წლებში გამოვლენილი ალერგიული რეაქცია, გინდათ სისხლების, გინდათ მცენარეული მტვრის ალერგიის მიმართ, დროზე მიმართონ ექიმს და დაიცვან თავი ალერგიული პრობლემების გამწვავებისგან. რა თქმა უნდა, ყველას მოუწოდებთ, რომ სანამ დაიწყება აღნიშნული მოვლენები, პაციენტებმა ზუსტად იციან ხოლმე თარიღი, როდის ხდება მათი დაავადების გამწვავება და 2 კვირით ადრე ჩაიტარონ პრევენცია ან ოჯახის ექიმთან, ან ალერგოლოგთან უშუალოდ, რომ იმ სეზონს შეხვდნენ მომზადებულები. ძალიან მინდა გაუსვა ხაზი მზის ალერგიას, რადგან უკვე ძალიან ბევრმა პაციენტმა მოგმართა მზისგან გამოწვეული ალერგიული დერმატიტებით. მას, ვისაც აწუხებთ ალერგია მზის სხივებზე, აუცილებლად უნდა იხმარონ მზისგან დამცავი კრემები. ერთი არის კიდევ საყურადღებო, რომ მხოლოდ ერთჯერადი წასმა ალერგიული მზისგან დამცავი კრემის არ არის დაცვა, აუცილებლად უნდა მოხდეს ყოველ 2 საათში კიდევ დამატება კრემის, რომ მაქსიმალურად ვიყოთ დაცული და მათ, ვისაც აქვთ ანალოგიური ასე მზის სხივებზე ალერგია, აუცილებლად უნდა მოარიდონ თავი მზის სხივებს, რომ არ მივიღოთ ამ დაავადების აღნიშნული დაავადების გამწვავება. ძალიან ხშირია ალერგიული რინიტები ზაფხულის პერიოდში. ახლა უკვე აგვისტოს თვე დაიწყო და წამოვიდა უკვე ისეთი მაღალი ალერგიულობის მქონე მცენარის ამბროზიის ყვავილობის პერიოდი, ცოტა ხანში ალბათ უფრო მოიმატებს მისი კონცენტრაცია დაახლოებით ბერისცვალობის შემდგომ დღეებში არის ხოლმე ძლიერი კონცენტრაცია ამბროზიის და ავშანის და ბევრი პაციენტი ყავს, რომელიც აღნიშნული რეაქციით არის გამოწვეული, ამ დაავადებით არის. მათ მივმართავ, რომ უკვე დროა შეუდგნენ ალერგიის საწინააღმდეგო მკურნალობას, რათა ეს სეზონი გადაიტანონ უფრო მშვიდად და წყნარად, არ კონდეთ დაავადების ესეთი ძლიერი გამწვავება, რაც ახასიათებს ალერგიულ რინიტს, სურდოს, ცხვირის გაჭედვის, ცემინების, თვალების წვისა და ქავილის სახით. დროზე უნდა მომართონ ან ოჯახის ექიმს, ან ალერგოლოგს, რათა თავიდან იქნას აცილებული დაავადების გამწვავების მძიმე ეპიზოდები.